კიდევ ერთხელ მოგესალმებით კომერსანტის დილა აგრძელებს თქვენთვის მუშაობას და როგორც უკვე დავაანონსე, ხუთშაბათის ტრადიციული რუბრიკაც გვაქვს ძალიან საინტერესო თემაზე. შენი უფლებები გვანცა ჟორჟოლიანთან ერთად, მოკლედ გვანცა ჟორჟოლიანი შემოგვიერთდა იურისტი, სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი და ბიზნესმრჩეველი და ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოში ნარკოპოლიტიკა გამკაცრდა. 2025 წლის 1 ივნისიდან ძალაში შედის ცვლილებები სისხლის სამართლის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ საქართველოს კანონში და მოკლედ ამ ცვლილებების თანახმად გამკაცრდება, ასე ვთქვათ, სასჯელი, როგორც ფსიქოტროპული ნივთიერებების, მისი ანალოგი მცენარე კანაფის, ან მარიხუანის, ასევე სხვა ნარკოტიკული საშუალებების, მისი ანალოგის, უკანონო დამზადების, წარმოების გადაზვისა და გადაგზავნის ისე გასაღებისთვის მათ შორის. გარდა ამისა, იცვლება უკანონო ფლობელობიდან, ამ ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხა. ცვლილებების მიხედვით საქართველოში პირველად ნარკორეალიზატორებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში უკვე სახელმწიფო უძრავ ქონებასაც კი ჩამოართმევს, ასევე ერთი საინტერესო მომენტიც გამკაცრებასთან დაკავშირებით, რომ სავალდებულო ხდება უშუალოდ საპატრულო პოლიციის მიერ მგზავრის შემოწმების მიზნით ლაბორატორიაში ანალიზის ჩაბარებაც. და მოკლედ აი ამ თემას გავშლით გვანცა ჟორჟოლიანთან ერთად. გვანცა მოგესალმები პირველ რიგში, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ და მოდი დავიწყოთ საუბარი. პირველი რა ძირეული ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსში, რა ქმედება ხდება დაჟადი, ამაზე ვისაუბროთ, რადგან არსებული კანონმდებლობა პრინციპში შედარებით ლიბერალურია, ხო? აი მაგალითად მარიხუანას მოხმარებისთვის იყო ლიბერალური და ამაზეც წლების განმავლობაში ცალკე მთელი რიგი ბრძოლა მიდიოდა, რომ უფრო ლიბერალური კანონმდებლობა ყოფილიყო, თუმცა აი ახალი კანონი სრულად ამკაცრებს მიდგომებს ყველა ტიპის ნარკოტიკული ნივთიერებების, ასე ვთქვათ, მომხმარებლის მიმართ. ნარკოპოლიტიკის გამკაცრება ძალიან სწრაფად მოხდა და ამ პოლიტიკის დანერგვა ძალიან სწრაფად მოხდა. საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი წარმოიდგინეთ დარეგისტრირდა ამ წლის მარტში, 2025 წლის მარტში და 17 აპრილს უკვე ძალაში შევიდა და საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა მიხეილმა უკვე მოაწერა ხელი ამ კანონპროექტს. ცვლილებების მთლიანი პაკეტი, რომელიც ძალაში 2025 წლის 1 ივნისიდან შედის, არამხოლოდ ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ძირეულ ცვლილებებს, არამედ საქართველოში პირველად ხვდებით, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსიდან გამომდინარე ადამიანის უფლებები ეზღუდება არამხოლოდ სისხლის სამართლის უფლებების მიმართულებით, არამედ სამოქალაქო უფლებების მიმართულებით. რას გულისხმობ? მაგალითად, თუ დადგინდა, რომ პირი არის ნარკოტიკების მომხმარებელი, გარდა იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსით მას შესაბამისი თავისუფლების აღკვეთა მიესჯება, ან მაგალითად ეს თუ მარიხუანას მოხმარებიდან გამომდინარე ჯარიმის ოდენობაზე იქნება განსაზღვრული. გარდა ამისა, სასამართლოს ექნება უფლება, რომ შეუზღუდოს მას სამოქალაქო უფლებებიც. კანონში პირდაპირ წერია, რომ იმ შემთხვევაში თუ პირს დაუდგინდა ნარკოტიკული მოხმარების ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა და მოხმარება, მას შეეზღუდება 3 წლით ყველანაირი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა. გარდა ამისა, 5 წლის განმავლობაში კონკრეტულ პირს არ ექნება საგანმანათლებლო და სასწავლო პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მონაწილეობის მიღების უფლება, საადვოკატო ლიცენზია შეუწყდება 5 წლის განმავლობაში, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლებაც არ იქნება. ძალიან საინტერესო ცვლილება შემოიტანა საქართველოს პარლამენტმა, ადამიანებს უკრძალავენ ასევე პასიური საარჩევნო უფლებასაც, ანუ ამას გულისხმობ, რომ 5 წლის განმავლობაში თუ დადგინდა, რომ კონკრეტული პირი არის ნარკოტიკების მომხმარებელი, მას ეკრძალება არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. რა თქმა უნდა, იარაღის ტარების უფლება, შენახვაც, შეძენაც და აი ეს ცვლილებები, რომელიც მარიხუანას მოხმარებაც ჩვეულებრივად გადის ამ ყველაფერში, ამ ცვლილებებში. მარიხუანას მოხმარებაზე გრამობა არის შეცვლილი, რომელზედაც ახლა ვისაუბრებთ და სწორედ აი აქ მინდოდა რომ გადავსულიყავით. გარდა ამ გაერთიანებული მუხლებისა, როდესაც ჩვენ ხვდებით სამოქალაქო უფლებების კომბინაცია სისხლის სამართლის მუხლებთან ერთად, ასევე პირველად საქართველოში მოხდება 1 ივნისიდან შესაძლებლობა, რომ სახელმწიფომ იმ შემთხვევაში თუ დადგინდა, რომ კონკრეტული პირი არის ნარკორეალიზატორი და ეწევა ნარკოტიკებით გაყიდვას და საქმიანობას, სახელმწიფოს ექნება უფლება, რომ ჩამოართვას უძრავი ქონება არა მხოლოდ მას, არამედ თუ დადგინდა და აღმოჩნდა ნივთკიცებულება, რომ კონკრეტული საქმიანობის შედეგად მან შეიძინა ქონება, თუმცა გადააფორმა
მის ოჯახის წევრებზე, მათაც სახელმწიფოს ექნება უფლება, რომ თუ დადგინა და აღმოჩნდა, რომ მტკიცებულებები ამას გვეუბნება, ოჯახის წევრებსაც ჩამოართვა ასებული უძრავი ქონებები. ამ საკითხს შედარებით უფრო გავშლი, მანამდე მინდა რომ ეს რაღაცა ზოგადი ანალიზივით გავაკეთოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს რა ცვლილებები შევა 1 ივნისიდან კანონში. ყველაზე მთავარი, რასაც ასევე ყურადღება უნდა მიექცეს და ჩვენმა მსმენელმა უნდა იცოდეს, არის ის, რომ გაზრდილი არის მოცულობები ნარკოტიკების ოდენობის. აი მაგალითად, ჩვენ თუ ამ დრომდე კანონში გვაქვს ჩანაწერი, რა არის დიდი ოდენობა მარიხუანასი, მაგალითად თქვენ მკითხეთ ზუსტად. და კანონში ამ ეტაპზე თუ წერია, რომ 250 გრამი არის უკვე დიდი 500 გრამი არის დიდი ოდენობა, ახალი კანონით 250 გრამი არის ახალი მაჩვენებელი იმის, რომ 250 გრამი თუ აღმოუჩნდება, რა თქმა უნდა, ან ფაქტიურად ანახევრებენ თუ აქამდე 500 გრამი ითვლებოდა დიდ ოდენობად, ახლა ადამიანს, რომელსაც აღმოაჩნდება 250 გრამი, უკვე დიდ ოდენობად ითვლება, რაც უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევს. ასევე იცვლება კოკაინის შემთხვევაში, თუ კოკაინის დიდოდენობა თვითლებოდა 6 გრამი, ახლა ჩამოწეულია ზღვარი და ჩამოდის 3 გრამამდე. ყველაზე მთავარი ასევე რაც უნდა გავითვალისწინოთ, თუ დადგინდა, რომ ნარკოტიკების მოხმარება, შეძენა, გასაღება, გადატანა, გადაგზავნა იყო გათვალისწინებული ჯგუფურად ან ორგანიზებულად, კანონს შემოაქცნება, რომ ეს შეიძლება იყოს უადო პატიმრობის საფრთხეც. ანუ განსაზღვრავს, რომ ეს შეიძლება იყოს 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ან უადო თავისუფლების აღკვეთა, რაც აქამდე ჯერ არ ქონია კონკრეტულ შემთხვევებში. მნიშვნელოვანი არის ის ფაქტორიც, რომ ახალი კანონი მკაცრად გამიჯნავს მარიხუანის მოხმარებას, მარიხუანის გაყიდვას და მარიხუანის შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვას. თუ ამ შემთხვევაში ოდენობები დიდი არ არის და ეს არ ცდება 250 გრამს და ეს მხოლოდ არის მოხმარების ფაქტი, ამ შემთხვევაში არ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე, არამედ აღიძრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმი შედგება და მომხმარებელი ან დაჯარიმდება 2000 ლარით და აქამდე ვიცით, რომ 500 ლარი იყო, აქამდე ასევე ვიცით, რომ 15 კალენდარული დღე იყო პატიმრობა, თუმცა ეხლა გაზრდილი არის 60 კალენდარული დღით და პლუს ემატება დამატებით ის, რომ თუ ის ავტოსანტრანსპორტო საშუალებას მართავდა კონკრეტულ შემთხვევაში, მას მოერთვება 3 წლით მართვის მოწმობა და თუ ადამიანს არ აქვს მართვის მოწმობა და ისე ატარებდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ამ შემთხვევაში კანონი შეუზღუდავს 3 წლიან ვადას და არ მისცემს შესაძლებლობას, რომ 3 წლის განმავლობაში გავიდეს გამოცდაზე და აიღოს მართვის მოწმობა. ან ფაქტობრივად გამოდის, რომ თუნდაც ელემენტური მარიხუანას მოხმარება ის კი სასჯელის გამკაცრების კუთხით, აგაც სერიოზული, ხა შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულის ის ნაწილი თქვენ რაც ახსენეთ, საკმაოდ მძიმე აქ გულისხმობ რეალიზაციას, ძალიან ბევრ მუხში შედის ცვლილება და უბრალოდ ჩვენი ეთერი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ ზოგადი კონცეფცია უკვე კარგად ჩავყვეთ, მაგრამ ერთი მთავარი ნარატივი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ არსებული მდგომარეობა რაც ჰქონდა, კანონი აორმაგებს, ანუ ორმაგად ამკაცრებს სასჯელებს. თუ მაგალითად პირობითად სასჯელი შეძენა შენახვაზე იყო 3-დან 5 წლამდე, ახლა ხვდებით 5-დან 8 წლამდე. თუ მაგალითად უვადო პატიმრობას არ ითვალისწინებდა კანონი, არა დამამძიმებელ გარემოებებში, არამედ გულისხმობს ჩვეულებრივად, ანუ პირველადი მოხმარების ან პირველადი შეძენის შემთხვევაში, ახლა შეიძლება თუ ეს დადგინდა, რომ ჯგუფური იყო ან ორგანიზებული, შეიძლება ეს იყოს უვადო პატიმრობის საფრთხეც. როდესაც განმარტებითი ბარათი წავიკითხე, როდესაც ვამზადებდით სწორედ ამ თემას ჩვენი მსმენელისთვის, შევხვდი სტატისტიკას და რატომაც ამბობს საქართველოს პარლამენტის წევრები, რომლებმაც ინიცირება გააკეთეს ამ კანონპროექტის, მთავარი მიზანი არის ის, რომ მოიყვანეს სტატისტიკა და სტატისტიკური მონაცემები საქართველოში რამდენი ადამიანი არის რეგისტრირებული ნარკოდამოკიდებული. და ისინი ამბობენ, რომ რიცხვი მაქსიმალურად იზრდება წლების მიხედვით და თუ 2022 წელს რიცხვი იყო 42000, 2024 წელს რეგისტრირებული ნარკოტიკების მომხმარებლის რიცხვი დაახლოებით 59000 ადამიანია.
თუმცა ეს მხოლოდ რეგისტრირებული ადამიანის ჩვენ არ ვიცით რეალურად რომ ადამიანების ის კატეგორია რომელიც არის მომხმარებელი თუმცა არ არის რეგისტრირებული შესაბამისად კანონპროექტის გამკაცრება და კანონის გამკაცრებას თრიან ნარკოპოლიტიკის მიზანი რასაც საქართველოს პარლამენტის წევრები ამბობდნენ არის მაქსიმალურად შემცირება მომხმარებელთა ოდენობის და მინიმუმამდე დაყვანა ნარკორეალიზატორების. კი ბატონო, იც რა არის გვანცა ხა ჩვენ რაც ვახსენეთ და თქვენ ძალიან ვცლად განმარტეთ მოკლედ თავარი ამბავი აქ არის ზუსტად გამკაცრებასთან დაკავშირებით. აი მეორე მხრივ შევხედოთ ამ თემასთან დაკავშირებით ბუნებრივია ყოველს თავის სუბიექტური მოსაზრება აქვს ზოგადად ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ხომ უნდა იყოს თუ არა მკაცრი თუნდაც იგივე აი მარიხუანა ელემენტარულად მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით უნდა იყოს თუ არა ესეთი გამკაცრებული პოლიტიკა. ყოველს თავის აზრი აქვს ეს იდეოლოგიაზეც არის მათ შორის დამოკიდებული როგორ უყურებს აი პირადად მე ცოტა განსხვავებულად უყურებ აი მე მაგალითად ჩემთვის ცუდია ბუნებრივია ნარკოტიკი, მაგრამ აი ამ ადამიანებს, რომლებიც დამოკიდებული არიან სამწუხაროდ, ამათ ესეთი მკაცრი რაღაც ჩაქუჩის დარტყმით თუ უშველით, აი ეს არის მეორე აქ მიჩნდება ხოლმე პირადად მე კითხვის ნიშნები ხოლმე. სუბიექტურ აზრს თუ გეტყვით, რომ ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენ ბევრ მაგალითს გადმოვიტანთ როგორ ებრძვის ევროკავშირის ქვეყნები ნარკოპოლიტიკას, ჩემი სუბიექტური აზრით, კანონი ძალიან გამკაცრებული უნდა იყოს ნარკორეალიზატორების მიმართ ამაში სავსებით ვეთანხმები, იმიტომ რომ არ უნდა გავუკეთოთ პროვოცირება და არ უნდა შეუწყოს სახელმწიფომ ხელი იმ ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკებით ვაჭრობს. თუმცა რაც შეეხება მომხმარებელთა მიმართულებით სასჯელახსოვრლების დაწესებულებაში მოხვედრა რომ შველოდეს საქმეს, მაშინ ეს რიცხვი ნაკლები იქნებოდა რა რეგისტრირებული მონაცემებიც გვაქვს. მე უფრო მივდივარ მიმართულებით, რომ შესაძლებელი და კარგი იქნება თუ სავალდებულო სამედიცინო დაწესებულებებს ჩავრთავდით და მაგალითად მომხმარებლებს თუნდაც იძულებით სამედიცინო დაწესებულებებში გადავიყვანდით ნაცვლად სასჯელახსოვრების დაწესებულებებში მოხვედრის, ამიტომ რომ სასჯელახსოვრების დაწესებულებაში მოხვედრილი ძალიან ბევრი პატიმარი მინახავს, მათ შორის მათთან ძალიან ბევრი ურთიერთობა მქონდა საქმიანი და ვხედავდი რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით უარესდებოდა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა აქვს ეს შიმშილის ფონი, აქვს სხვადასხვა ნერვიული დაძაბული სტრესული ფონი, შესაბამისად მაგალითად ნორვეგიის მაგალითი, როდესაც მომხმარებელი გადაყავთ სავალდებულო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც არის რაღაც დაახლოებით სარეკრეაციო ზონაში მოწყობილი დასასვენებელი პანსიონი, სადაც მართლა ეხმარებიან როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ჯანმრთელობის. არა, ეგეთ ადგილას ყველა შვენივრად. ხო, მე არ ვამბობ, რომ მაგათაც საქართველოს შესაძლებლობიდან გამომდინარე არის ამის საშუალებები, თუმცა თუ ჩემ პირად აზრს ვეტყვით, როგორ დავაყენებდი ესე საკითხს, კარგი იქნებოდა თუ სავალდებულო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე ვისაუბრებთ. ნაცვლად სასჯელახსოვრების დაწესებულებაში გადაყვანაზე. თავარია უყუროთ შედეგი რა გვინდა ხო და ჩვენ შედეგი თუ ეს არის შესაბამისად უნდა დავაკვირდეთ ჩვენ პოლიტიკას რეალურად ქონდა თუ არა გარკვეული ეფექტი და თუ არ ქონდა შესაბამისად გზები არის შესაძლებელი. გვანცა კიდევ ერთი საკითხი რაც ასევე მნიშვნელოვანია, მე დასაწყისში ვახსენე რომ იცვლება ასე ვთქვათ საპატრულო პოლიციის მიერ მგზავრთა შემოწმების წესიც. აი საინტერესოა პირობითად ესეთი кейსი ავიღოთ რომ სამართალდამცავს ეჭვი გაუჩნდა და ნარკოტიკულ საშუალებებზე შემოწმება მოსთხოვა მგზავრს. აი ამ შემთხვევაში რა უნდა ვიცოდეთ რეალურად? თუ საპატრულო პოლიცია თვლის რომ მგზავრი ან მძღოლი არის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, მას აქვს იმის უფლებამოსილება რომ გადაიყვანოს შესაბამის ლაბორატორიაში და სხვათა შორის ნარკოპოლიტიკის კანონში განსაზღვრული არის და მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული ის ლაბორატორიები, რომლებიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში საპატრულო პოლიციას მოემსახურებიან. მათ საპატრულო პოლიციას ექნება იმის უფლებამოსილება რომ გადაიყვანოს ლაბორატორიაში და მოსთხოვოს ანალიზის ჩაბარება, ან მგზავრს და ასევე მძღოლს ექნება იმის უფლებამოსილება, რომ თავადაც მიმართოს, ოღონდ არაუგვიანეს 8 საათში უნდა წარადგინოს დასკვნა და ლაბორატორიული ანალიზი. თუ არ დაექვემდებარა მძღოლი საპატრულო პოლიციას, მას აქვს უფლება რომ გადაიყვანოს შესაბამის დაწესებულებაში იძულების წესით და ასევე ჯარიმის სახით განუსაზღვრონ 500-დან 2000 ლარის ოდენობით სანქცია თუ არ დაემორჩილა მძღოლი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მოთხოვნებს. ასევე მძღოლს თავად შეუძლია რომ მიმართოს მსგავს ლაბორატორიას, თუმცა ცნობა და დასკვნა უნდა წარადგინოს არაუგვიანეს 24 საათისა.
კი ბატონო და ბოლოს ასევე მინდა შევეხო იმ საკითხს, რაც ნაწილობრივ პრინციპში ვისაუბრეთ და უფრო დეტალურად გავშალოთ, აი ახალი კანონით განისაზღვრა ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლის ახალი მეთოდი, რაც სახელმწიფოს მხრიდან იგივე უძრავი ქონების ჩამორთმევის მექანიზმის ამოქმედებასაც ითვალისწინებს. პირველად ასე ვთქვათ მოხდება საქართველოში აღნიშნული პრეცედენტი, დეტალურად რო აუხსნათ აი ჩვენს მსმენელს, რას ითვალისწინებს ცვლილება და ვის შეეხება. პირველ რიგში რეკეტისა და ნარკოტიკებთან ბრძოლის შესახებ კანონით შევიდა ცვლილებები და განისაზღვრა ნარკომოვაჭრეების ახლობლები, ვინ არის ოჯახის წევრი, ან ვის შეიძლება გავრცელდეს კანონი, რომელიც ითვალისწინებს უძრავი ქონების ჩამორთმევას. ეს შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრე, ასევე რეკეტის, ქურდული სამყაროს წევრის, ოჯახის წევრი, მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, გერი ან მასთან მუდმივად მცხოვრები პირი. ესეც სიახლეა საქართველოს კანონმდებლობაში, როდესაც ვსაუბრობთ მასთან მცხოვრებ პირს, იმიტომ რომ ის შეიძლება საერთოდ არ იყოს ნათესაურ კავშირში კონკრეტულ ნარკომოვაჭრესთან, მაგრამ ის მუდმივად ცხოვრობდეს და ეს საქართველოს კანონმდებლობა მოაქცია როგორც მის ოჯახის წევრად და ახლო ნათესავად. ახლო ნათესავში ითვლება ასევე აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, დაძმა, მშობლები და აქაც სიახლე გვაქვს შემოიტანეს მეუღლის დაძმა და მეუღლის მშობლები. რატომ? იმიტომ რომ პრაქტიკული მაგალითებიც ხატყობს ძალიან ბევრ მაგალითს, როდესაც ნარკომოვაჭრეები სწორედ აი ამ რეალიზაციიდან შემოსული მიღებული შემოსავლით უძრავი ქონებებს ან ბიზნესებს ან ინვესტიციებს აკეთებენ და ესენი არის გადაფორმებული ახლო ნათესავების სახელებზე და თქვათ ნარკომოვაჭრეს მის სახელზე არ ფიქსირდება უძრავი ქონება ან თქვათ რაიმე ტიპის საინვესტიციო დაბანდება. შესაბამისად, საქართველოს სასამართლოსთვის და სამართალდამცავი ორგანოებისთვის მარტივი რომ ყოფილიყო ეს აღსრულების ნაწილი, საქართველოს კანონმდებლობაში განისაზღვრა, ვინ არის ნარკორეალიზატორის ახლო ნათესავი, ან ოჯახის წევრი და ვიზე ვრცელდება აი ეს აღსრულების მიმართულება, კონკრეტულად უძრავი ქონების ჩამორთმევა და ამ პროცესსაც აგიხსნით, როგორ მოხდება, თუ დადგინდა რომ კონკრეტული შემოსავლით, ან ნარკოტიკების გაყიდვით და რეალიზაციით მიღებული შემოსავლით, კონკრეტული უძრავი ქონება შეიძინა, რომ ან მის სახელზე, ან მისი ოჯახის წევრის სახელზე, ან მასთან მუდმივად მცხოვრები პირის სახელზე, ამ ქონების ჩამორთმევა მოხდება საქართველოს სასამართლოს მიერ და თუ დადგინდა, რომ კონკრეტული უძრავი ქონება ჩამოართვეს რეკეტის სახით, ან იძულების, ან დაშინების სახით კონკრეტულ პირს, ეს ქონება პირველი უბრუნდება კეთილსინდისიერ მფლობელს, ვისაც ჩამოართვეს, მაგრამ თუ ვერ დადგინდა ვინ იყო მფლობელი, ამ შემთხვევაში გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. ეს ტენდენცია პირველად დაიწყება 2025 წლის 1 ივნისიდან და როგორც ჩვენი საუბრის დასაწყისში გითხარით, ნარკოპოლიტიკის გამკაცრება მოიცვა და კომბინაცია გააკეთა არა მხოლოდ სისხლის სამართლის უფლებების, არამედ სამოქალაქო სამართლის უფლებებისაც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თუნდაც უძრავი ქონების ჩამორთმევაზე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ პასიური საარჩევნო უფლების შეზღუდვაზე, საქმიანობების საკრძალვაზე და ასე შემდეგ. კი ბატონო, გვანცა ძალიან დიდი მადლობა, მოკლედ ძალიან დეტალურად ავხსენით ფაქტობრივად ის ცვლილებები, გამომხილებლად არ ჩავყოლუროთ, მაგრამ ყველანაირად ძირითად ინფორმაციას გაეცანით სწორედ ამ ასე ვთქვათ შემჭიდროებულ დროში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. გვანცა ჟორჟოლიანი, იურისტი, სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი და ბიზნეს მრჩეველი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და მოკლედ შემდეგ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.